ტყიაწულუკიანს მიაჩნია, რომ წამებისა და გაუპატიურების სამსახველი კადრები ამჟამად პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერსაც უნდა აჩვენონ. იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტსაც მოუწოდებს მასალებით დაინტერესდეს. მისი თქმით, ეს იყო სისტემური ხასიათის პრობლემა და არა რამდენიმე პირის დანაშაული. წულუკიანმა დღეს მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ ქვეყნის პირველი პირის განცხადებაზე მას ქართული ფილმი „ღვინის ქურდები“ გაახსენდა. ამალავში აღმოჩენილი კადრები, რომელიც დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შავლაქად, უნდა ნახოს, რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებულმა პირმა ერთადერთი პირობით, რომ იქ მსხვერპლის ვინაობის შეცნობა იყოს შეუძლებელი. ეს კადრები ამგვარად დაშტრიხული და დაშიფრული პირველ რიგში უნდა ნახოს საპარლამენტო უმცირესობამ, ეს პრეზიდენტმა და ეს კადრები აგრეთვე ამგვარად დაშტრიხული და დამუშავებული უნდა ნახოს პირველ თუ არა მეორე რიგში აც უკვე პატიმარმა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა. რათა მათ ერთხელ და სამუდამოდ გაითავისონ თუ რამხელა სისტემური დანაშაულის პირობებში აცხოვრებდნენ ქვეყანას 9 წლის განმავლობაში. თვითონ კადრებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ამაზე დაფუძნებით გამოძიებლები ჩაატარებენ თავიანთ სამუშაოს და უნდა დადგინდეს ყველა ის დამნაშავე, ვინც არა მხოლოდ ამსრულებელი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანია დადგინდეს, ვინ ხელმძღვანელობდა იმ კრიმინალურ სისტემას, რომელიც მეფობდა საქართველოში და რომლის პირობებშიც შესაძლებელი იყო შემდეგი. ამგვარად ეწამებინათ ადამიანები და გარე ეძახათ, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიის შუქურა. აი, ვინ ხელმძღვანელობდა ამას და ვინ ქმნიდა ამ სისტემას? პირველ რიგში ეს უნდა გაიგოს. რაც შეეხება შემოპარულებს, მე არ მგონია, რომ წამებლები შეიძლება წარმოვაჩინოთ ღვინის ქურდებად, რომლებსაც შეუძლიათ სადღაც შეიპარონ და ადამიანი ჩუმად აწამონ. ამ მასშტაბის წამება ხდება ჩემი აზრით მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ამის პოლიტიკური დაკვეთა. ვინ იყო დამკვეთი, ამას გამომძიებელი გადააყენა.